წმინდა ეპიფანესა და ნიკიფორეს აღწერით ჩვენამდე მოაღწია ღვთისმშობლის გარეგნობის ამსახველმა ცნობებმა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახლდათ საშუალო სიმაღლის, ხორბლისფერი კანით, წაბლისფერი უფრო ოქროსფერი თმებით. მისი თვალები მუდამ ბრწყინვალებით გამოირჩეოდნენ. მას ჰქონდა ნათელი, სწრაფი და გამჭოლი მზერა. წარბები მოხრილი, მუქი, ცხვირი ზომიერი. ბაგეები ვარდისფერი, ტკბილად მოუბარი. პირის სახე არც თუ ისე მრგვალი, უფრო მოგრძო. ჰქონდა ულამაზესი გრძელი თითები. მის პიროვნებაში არ იგრძნობოდა მცირეოდენი სიამაყეც კი. იგი იყო უბრალო და სადა, ყოველგვარი მოჩვენებებითობის გარეშე. ამიტომაც ამბობს დიონისე არეოპაგელი. პავლე მოციქული რომ არ ყოფილიყო ღრმად განსწავლული, მას ღმერთად ჩათვლიდაო. გარეგნობით შემკობილი ღვთისმშობელი კიდევ უფრო ღრმა იყო სულიერებით. იგი გამოირჩეოდა სიბრძნით, საქმეში ღვთაებრიობით. აღსაზრდელად იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ. იქ ეცნობოდა წლების განმავლობაში წმინდა წერილს. იგი სიბრძნით ძალიან უსწრებდა თავის ასაკს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მორჩილებით. ამიტომაც მას გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა, რომ იგი გახდებოდა დედა მეუფეთა მეუფის. ყოვლადწმინდა შეაცბუნა ანგელოზის სიტყვებმა და ასეთმა დიდმა პატივმა, მაგრამ მაშინვე აღიარა თავი უფლის მხევლად. იგი არასდროს ეცემა სულით, იჩენს საოცარ სიმტკიცეს, როცა ჩვილით ხელში გაურბის მდევნელთ. მტკიცე-ნაბიჯებით მიუყვება გზას, როდესაც მისი ძე მიჰყავთ გოლგოთაზე ჯვარზე საცმელად. ბოლომდე ესწრება მის ჯვართმას, განსვენებას და ამ მძიმე მომენტშიც არ სცდება საყვედური არავის მიმართ. და როგორი იყო მისი ლოცვა, ამას აღწერს წმინდა ამბროსი. იგი თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ლოცვაში ატარებდა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიძინებისას, როდესაც ინატრა მოციქულების ნახვა, თავად უფალი გარდა მოხდა ზეციდან და ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოულინა მას მოციქულები. წმინდა ეპიფანესა და ნიკიფორეს გადმოცემით, იგი ყველა სიტუაციაში ინარჩუნებდა ღირსებას. იყო საოცარი მსმენელი სხვებისა, თავადაც მსჯელობდა დინჯად და ყოველგვარი მრისხანების გარეშე. ღვთისმშობელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი ხელსაქმით. უფლის ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა მიილტვოდა და მიისწრაფოდა თავის ძესთან შესახვედრად. სწორედ ისევ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მას. ძე შენი და ღმერთი ჩვენი 3 დღის შემდეგ მოგელის იქ, მთავარანგელოზებთან და ანგელოზებთან, სადაც უნდა განაგრძო ცხოვრება. ნიშნად ამისა კი ღვთისმშობელს მიართვა 64-დან წამოღებული ფინიკის რტო. გაიხარა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. ღვთისმშობელმა მიძინების წინ ინატრა მოციქულებთან შეხვედრა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ. მოხდა სასწაული, ყველა მოციქული იქ გაჩნდა. მიეგებდნენ სიხარულით, ატირდნენ. მაშინ ღვთისმშობელმა უთხრა მათ: კი ნუ ტირით, გიხაროდეთ, რადგან მივდივარ ჩემს ძესთან. თქვენ კი როცა მოისურვებთ, ყოველთვის შეძლებთ ჩემს ნახვას. იდგა აგვისტოს 15 ძველი სტილით, ხოლო ახლით 28, დღე ღვთისმშობლის მიძინებისა. ღვთისმშობელი მორჩილად იწვა გამშვენებულ სარეცელზე და ელოდა უფალს. იმ დროს მოხდა სასწაული. აეხადა ოთახს სახურავი და თავად მეუფეთა წარსდგა ღვთისმშობლის წინ. ყოვლადწმინდამ სიხარულით უთხრა: ადიდებ სული ჩემი უფალსა. მიიბარე სული ჩემი და დაიცე ვიგი სატანური ძალებისაგან. მაშინ იესომ ანუგეშა ყოვლადწმინდა. ღვთისმშობელმა გაიმეორა იესოს ჩასახვისას ნათქვამი სიტყვები: აჰა, მხევალი ღვთისა, მეყოს მე შენი სიტყვისაებრ. და გადასცა სული ძეს თვისას, მიიძინა ტკბილი ძილით.